აქ რატომ დადის? მე რა ვიცი. ასეთი ხალხის გაგება საერთოდ ძნელია. ზეამ შენ რატომ დაგირეკა? ეზელს რატომ არ დაურეკა? ან შენ რატომ არ დაგირეკა რა? ეჭვიანო? არა, ძალიან გმაყოფილი ვარ. უბრალოდ არ ველოდი რომ ძიასთან დაიწყებდი მუშაობას. მასთან არ მუშაობ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ როგორც ალი მარწუხ შეეფერება. უმოკლეს გზით მივდივარ. რა ვქნა? ცხენით ხომ არ ვისეირნებ მასთან ერთად. მას აქვს ფული, მანქანები ყავს, ხალხი აქვს შკუა, მაგრამ არის რაღაც, რაშიც ვერ გამეჯიბრება. ესაა სიცოცხლე. მას მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს. ჩვენ წავართმევთ სიცოცხლეს და ამით ყველაფერი დამთავრდება. როგორ მუშაობს კარუსელი? აიღო, ასაფეთქებლის ჩადებას ხომ არ აპირებ? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ მოვკლავთ ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კაცს. გასაგებია? ჩამრთველი უკანაა. ეს ჩემია. ვინც პირველი მიასწრებს ისავა. ყველას უთხარი, მხოლოდ ახლობლებს ვერ მოუხერხე ვერაფერი. რამდენიც არ უნდა ვეცადო, მაინც უშედეგოდ ბრუნდები მათგან. არა, არაფერი არ გამომდის. გამომცემლობა, სადაც მერტი იყო მისული. კენან ბირკანს ეკუთვნის. მამა ჩემის ხელშეკრულებაზეც ბირკანის ლოგო იყო. ეს ნაძირალები მართავენ ქვეყანას. მას უნდა რომ ოჯახი წამართვას, რატომ ჯენგის? რაში სჭირდება ეს? იმიტომ რომ არამზადაა. მაგრამ ჩემი ოჯახი რაში სჭირდება? ეზელ. რა იყო? მან რამიზის ოჯახი გაანადგურა. თვითონ ის კი არა, მისი ოჯახი მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში მოკვლას, ხომ ასეა? ამის ნაცვლად ჩემს ოჯახს მიადგა. მას უნდა რომ შენი ოჯახის წევრები შენს მტრებად იქცნენ. თვითონ ხავს ოჯახი? დედა, მამა, ძმები, დები, შვილები, ცოლი, ვინმე ხავს? არა ჯენგიზ, მე არა. ბუდებში ვარ და აქ რა იყო? ადექი ეზელ, ადექი. რა იცი მისი ოჯახის შესახებ? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემს ოჯახს არ ვჭირდები. ადექი დროზე. შეხედე, დროა ფიქრი დავიწყოთ. ყველაფერს გავიგებთ მასზე, ყველაფერს რასაც მივაგნებთ. აი ნახავ, როგორც კი სქემას ავაწყობთ, მისი საქმე წასულია. გესმის? აქ რატომ ხარ ჯენგიზ? ჩემ დასახმარებლად მოხვედი? მაგრამ მოვედი რომ მანქანები შევაკეთო. თუ იმის გეშენია რომ მერტი შენზე სტატიას დაწერს. გამოსავალს ვიპოვით. შენ გამოსავალს ეძებ. და არ დამიწყებ იმაზე ლაპარაკს, რა კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და რა ყოჩაღები ვართ. არც იმას მეტყვი რომ ერთად ვაჯობებთ მას. არ მეტყვი რომ მე მჭირდები. არ მთხოვ რომ დახმარების სანაცვლოდ მერტი შევაჩერო. არ მთხოვ? ამას როგორ მეუბნები? მსგავს არაფერს მეტყვი? ჯენგიზ ატაი, ისევ ჩემი მეგობარია? ცდილობს პატიება მოიპოვოს? თუ ჯენგიზ ატაი ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს? ეშმაკსაც წაუღია ჯენგიზ ატაის სურვილები. ახლა შენს გვერდით მხოლოდ მე ვარ, სხვა არავინაა. სად არის ალი? დილიდან ურეკავ, გიპასუხა? სად არის ძია რამიზი? ძია მუმთაზი, ეიშანი, სად არის ეიშანი? სად არის ის უბედური, უცოდველი ეიშანი? სად არის ეიშანი? არავინ არ არის, შენ კი დახმარება გჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს, მე რა მინდა? ნუ ფიქრობ ჩემს მოტივებზე. დახმარება გჭირდება? წადი.
ომერ უჩარი. ადექი ომერ, საფლავში ტრიალებდი. შენს ოჯახზე ფიქრში. სულ მარტო დარჩი. ახლა როგორ შეკრებ შენს ოჯახს? დაცვით მივდივართ? აქ ვარ. ამიხსენი. ყველაფერი მარტივია. კენან დირკანი ოფისში მიდის, როგორც ყოველთვის. ის ისადილებს თავის მაგიდასთან რესტორანში, სიგარას მოწევს და ხურდასაც აჩუქებს ოფიციანტს, როგორც ყოველთვის. მერე დაახლოებით 8 საათზე სახლში დაბრუნდება, როგორც ყოველთვის. ჩვენ რას გავაკეთებთ? ჩვენ ორი უსახელო გავექანებით არარსებული სამყაროსკენ. გავექანებით? უბრალოდ ძალიან სწრაფად წავალთ. გთხოვ. საჭესთან მევჭდები. კარგი. შენ რა გაქვს? კარგია. ზუსტად საჩემოა. ეს რა უბედურებაა? სკოლის ექსკურსია. რა ვქნათ, წავიდეთ? ზუსტად მიზანში ვისვრით. რამე უფრო პატარა გვაქვს? ბატონო მეჰმედ, დილამშვიდობისა. მე უკვე მოვედი. კარგი? გელოდებით. დროებით. თუ შეიძლება ყავა. რძიანი თუ შავი? რძიანი. ვისთან ერთად დადიოდი აქ? მოიცადე და ვფიქრდები? არავისთან. კენან. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს არ მოვატყუებდით. 30 წელი არავისთან ერთად არ ყოფილ ვარ აქ. იჯექი მერტო. ხომ არ გინდა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ თავი შეირწყვინო?
ეზელმა გითხრა. ბოლომდე ვერ მივხვდი მეგობრები ხართ თუ მტრები. თუ გაიგებ მეს მითხარი. მორჩი თავაზიანობას მაუჯენგის. პირდაპირ ხვეწნაზე გადადი. ყველა მიმიხვდა ჩანაფიქრს. გადადი სინდისის ქეჯნაზე. ჯენგიზ ომერზე დაიწყე ლაპარაკი, მთხოვე რომ მისი ღირსეულის მავიყო. მე უკვე დავისაჯე მერტ, ყველაფერი დავკარგე, წაქცეულზე წიხლის დაჯერა, მეტის მეტი იქნება. მიდი სინანულზე ილაპარაკე. თქვი ხომ ნანობ ყველაფერს. მიდი მითხარი რომ დაგიჯერო. ნანობ. გეფიცები. არა დამაჯერებელია. ალიზე და იშანზე ილაპარაკე. შენ ისინი გაყიდე. მითხარი რომ მათზე დავწერო და არა შენზე. ამას ხომ ვერ გააკეთებ. მე ხომ წლების განმავლობაში შენი ძმა და მეგობარი ვიყავი, თუმცა ალბათ ეს ბუნდოვნად გახსოვს. რატომ? კარგად მახსოვს. ო, ძმა იყავი შემთვის, მაგრამ ეს არ გმარა. რამე მითხარი ძმაო ჯენგის? რამე სერიოზული, ისეთი რამე რომ ავდგე და წავიდე. ისეთი რამე რაც ყველაფერს წერტილს დაუსვამს. რა უნდა გითხრა? უკვე ყველაფერი გითხარი. როგორ უნდა დაგარწმუნო? როგორ დაგაბრუნო ღრუბლებიდან მიწაზე მერტ მომისმინე, მე დაგეხმარები. ამ სტატიით ცნობილი ჟურნალისტი გახდები, მაგრამ შენ ყველაფერი არ იცი. დანარჩენ ამბავს მე მოგიყვები. შენი ინფორმატორი გავხდები. დაივიწყე ალი და ეიშანი და მიჯერე. ყველაფერს მოგიყვები. ყველაფერს რაც გაინტერესებს. ჩვენ მათ მახეში შევიტყუებთ, გამოვიჭერთ. შემიძლია შენ სარგებელი მოგიტანო. შენ საუკუნის სტატიას დაძერ. იფიქრი ამაზე. დიდი მადლობა ძმაო ჯენგის. შენ უკვე იზრუნე ჩემი სტატიის ფინალზე. კიდევ მეტყვი რამეს? ხომ იცი, შეხვედრა მაქვს. გახსნის დღიდან სახელოსნოს არასოდეს ჰქონია ვალი. კარგია, კარგია. მას წარმატება მოაქვს. თქვენ დაიმსახურეთ დასვენება. ზოგი კარს თამაშობს, ზოგი სვამს, ყველა მეცის. როცა მეც უდად ვარ, დაზგასთან დგები. ახლა შეგიძლიათ სახლში იმუშაოთ. ყოველთვის მიმაჩნდა რომ ადამიანს რაღაც ჰობი უნდა ჰქონდეს. ომერის გარდაცვალების შემდეგ ეს სახელოსნო ჩემს ერთადერთ ციხესიმაგრედ იქცა. აქ ისეთი გრძნობა მქონდა რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო. ყველაფერი კარგადაა, სელიმი. წარმატებას გისურვებთ. სახელოსნოს გადავიფორმებთ და შეგიძლიათ ჩეკი გაანაღდოთ. გასაგებია? მე ვერაფერს ვერ ვხედავ, შენთან რა ხდება? სად არის არ მოსულა? არ გინდა მანქანი შევეჯიბროთ. მანქანებით წადი აქედან. მანქანებით. წადი. თუ შენი. რა იყო? ის მარტო არ არის სტეფო. აქ ვისთან ერთად არის? ალო. მაინც რას ნიშნავს ეს ადგილი შენთვის? მე თვითონ გამოვიცნობ. აქ პირველად შეგიყვარდა ვიღაც. თითქმის ასეა. სუბუქად შეყვარებული ვიყავი ხოლმე, მაგრამ აქ შემიყვარდა უკანასკნელად. მე რით დამთავრდა ეს სიყვარული? იცი რამისთან რატომ ვიყავი? რატომ არ მივდიოდი მისგან? ის ხომ ველური იყო. მკვლელი, სახიფათო ადამიანი. ექნებ სწორედ ამიტომ იყავ იმასთან. ნაწილობრივ ასეც იყო, მაგრამ მე როცა კარგად მივხვდი, რასაც წარმოადგენდა, რატომ ვიქცეოდი ისევ ისე? რატომ გავხდი მკვლელი? შენ გახდი მკვლელი?
რატომ? მიზეზი ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. საყვარელ გოგოს რომ მოვწონებოდი. სტამბული, 1971 წელი. რამის სათამაშოდ მოვიდა? სტამბული 2010 წელი. ბაჰარისთვის. ალი, ჩქარა. რა მოხდა? რატომ? ტევფიკ, ჩქარა. მოვიდა. ბოდიშ გიხდი დაგვიანებისთვის. არა უშავს, ისტორიის ფინალიც უკვე მაქვს. Hikayemizin sonunu buldum. აქ არის. მეგობარო, ეიშანი მოიყვანე თან. ყველაფერი დამთავრდება დეფო. ეიშანს არაფერი არ მოუვა. რა საკეთებ? ყველაფერი მორჩება დეფო, დამთავრდება. ომერს ვეტყვი რომ ეს ტიპი თავიდან მოვიშორე, რომ ის თავისუფალია. რაც არ უნდა მოხდეს ბაჰარს ვეტყვი რომ შური ვიძიე მის გამო. ამას აუცილებლად გავაკეთებ. აუცილებლად, ძმოვალი. ალი, რა საკეთებ? ეიშან, წამოდი. წამოდი. ძმო, გასასვლელი. ეს მახია. მან ისევ შეგვიტყუა მახეში. კეთილი იყო შენი შემოსვლა ჩვენს რიგებში. როგორ დავიწყოთ სტატია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით? სულ თავიდან მოგიყვეთ? მოყევით. წლების წინ ჩვენი გმირი მეგობარ შეხვდა. გამოდგება? კარგია. ის თამაშობდა, აგებდა, სულ ვიღაცას გაურბოდა. ბოროტი კაცით ვიწყებთ? შესანიშნავია მომწონს? და ერთ მშვენიერ დღეს ის შეხვდა ადამიანს, კაცს, რომელიც ის იყო მატარებლიდან ჩამოვიდა. აღმოსავლეთიდან ჩამოვიდა. ის დაეხმარა ჩვენს გმირს. მდევრები ჩამოაშორა. ისინი დამეგობრდნენ. ბევრ დროს ატარებდნენ ერთად. ნელ-ნელა კრიმინალური იმპერია ააშენეს. სანამ წარმატებული ბიზნესმენი გახდებოდა, ჩვენი გმირი მაფიოზი იყო. ხალხს ზარცვავდა. ეს რა არის? ეს ამბავი არ ჯობია. უფრო დიდ შთაბეჭდილებას არ მოახდენს? რა იყო კენან ბირგანის ისტორია არ გჭირდებათ. დიდი შეცდომა დაუშვი.
რამე პრობლემაა? არა, ბატონო, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ამ სახელოსნოს ვერ გავყიდე. თქვენის უკვე გაყიდეთ, ბატონო მომთას, არა, არ შემიძლია. ჩემი არ არის. აბა ვისია? ჩემი შვილის. ჩემ შვილს ეკუთვნის. ბატონო მომთას, თქვენი შვილი მოკვდა? ჩემი შვილი. აი, თქვენს უკან დგას. რას ბედავთ? ავტომატური დაკავშირება? კაიასთან ახლო ურთიერთობა გქონია? გილოცავ, სელამი. ყველაფერი გამოვიდა. კაია, შენს ბოსს გადაეცი. თუ ჩემს ოჯახთან თამაშს აპირებს, მე მის ოჯახს მივხედავ. წადი აქედან. წადი. კეთილი იყო შენი სახლში დაბრუნება, შვილო. წინა დღეს. წადი. ჯენგიზ. რა? შენი დახმარება მჭირდება. რა მოიფიქრე? სწორი მხრიდან არ მივდივარ მათთან. საქმე ის კი არ არის, რომ ოჯახი ომერს არ იღებს. უბრალოდ მათ არ შეუძლიათ ეზელში ომერის ამოცნობა. ომერის დანახვა რომ შეძლონ, სასწაულს უნდა ირწმუნონ. როგორ? მე მერც მივხედავ. შენ კი მამა შენთან წადი. როგორ? ეგ მე მომანდე პარტნიორო. დიდი მადლობა ძმაო ჯენგიზ. შენ ჩემი ისტორიის ფინალი უკვე მომეცი. იმავე დღეს დილით. კიდევ გინდა რამის თქმა? ხომ იცი შეხვედრა მაქვს. ისტორიის ფინალი გინდა? აი შენ ნამდვილი ფინალი. მე ჯენგიზ ადაი ვარ. 1997 წლის 18 სექტემბერს მე ალი გირგიზმა, ეიშან თესჯანმა და სერდარ თესჯანმა გავძარცვეთ კაზინო, მოვგალით მსვერი და ყველაფერი ჩვენ საუკეთესო მეგობარს ომერ უჩარს გადავაბრალეთ. სანამ ომერი ციხეში იჯდა, ჩვენ გავმდიდრდით. 12 წლის შემდეგ გამოჩნდა ვინმე ეზელ ბაირაკტარი. ის შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერი წაგვართვა. ეზელ ბაირაკტარი. აი ისტორიის ნამდვილი ფინალი. ეს გინდოდა? გეყოფა. უცნაური იყო ეზელ ბაირაკტარის შურისძიება ომერის გამო. ისიც ზუსტად თქვენაირი, არაფრით არ განსხვავდება თქვენგან. შენი არასდროს მოგწონდა, რატომ? უცნაურია. ეზელი გამუდმებით დადის ომერის სახლში. ხომასია? ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობ. ეზელი არ მოგწონდა, რატომ? რატომ? იმიტომ რომ ის ზუსტად ისე უყურებს დედაშენს, როგორც ომერი უყურებდა. თომასია, რატომ?
კარგი, ეს რაღაც თამაშია. ის საათობით მუშაობს მამა შენთან ერთად სახელოსნოში, ასე არ არის? თუ კი რაღაც ხდება ომერის ოჯახში, ის პირველი მირბის დასახმარებლად. ომერივით. ხომ ასეა? რატომ? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? შენ მუდამ ეძებდი სიმართლეს, მაგრამ ეზელი ისე გიყურებდა, როგორც ომერი შემოგხედავდა, ხომ ასეა? შეუძლებელია. ის ისე გიყურებდა, თითქოს ომერის ადგილი დაიკავა. არა, ვერავინ ვერ დაიკავებს ჩემი ძმის ადგილს. მან კი დაიკავა. აი რატომ არ გიყვარდა? მაგრამ ეზელი ისე გისმენდა, როგორც ძმა მოგისმენდა. ისე გეხებოდა, როგორც ძმა, ისე უყვარდი, როგორც ძმას. მას არ შეეძლო ჩემი სიყვარული. შენ არ გიყვარდა ეზელი. ის ხომ მართალს ვამბობ. მისი ჭრდილის დანახვაზე ან ხმის გაგონებაზე შემთხვევით სულ წამიერად რამდენჯერ გიფიქრია მასზე, როგორც ძმაზე. მიპასუხე. საიდან იცი? როგორ გაიგე? მე ვიცი ფინალი მერტ. მე ვიცი როგორ გადარჩა ადამიანი სასწაულებრივად. ვიცი როგორ შეიცვალა გარეგნობა და როგორ დაბრუნდა სახლში თავის ოჯახთან. იტყუები. შენ მართალი იყავი მერტ. ეზელ ბაირაქტარი მოვიდა, რომ შენი ძმის ადგილი დაეკავებინა. შენ გეშინოდა. გეშინოდა, რომ მას ეს გამოუვიდოდა. ომერს იცავდი. სინამდვილეში ომერს ომერისგან იცავდი მერტ. იტყუები, გამიშვით. წნარად. დასხედით თუ შეიძლება. ბოდის გიხდით. გვაპატიეთ. ბოდის გიხდით, შეიძლება რომ გარეთ გაბრძანდეთ. აპატიეთ, რაღაც გაუგებრობა მოხდა. უკვე ყველაფერი გავარკვიეთ. ბოდის გიხდით. კარგი. მერტ პირველად გითხარი სრული სიმართლე. მტკიცებულება აქ არის. ის მაგივრად მე მოვედი, იმიტომ რომ მას არ დაუჯერებ. მე კი მისგან განსხვავებით დასაკარგი კიდევ მაქვს. თავისუფლება. ეს ჩემი სასიკვდილო განაჩენია მერტ. თუ გინდა, შეგიძლია კენან ბირგანის ხალხისთვის დაწერო. თუ გინდა პოლიციას გადაეცი, რატომ მოგეცე ეს ყველაფერი? რატომ განდო ჯენგიზ ატაიმს საკუთარი ცხოვრება? ომერის გამო. სულ ეს იყო. ეს მართალია. ის გელოდება. თავად კითხე. ღმერთო. რა უნდა? ჩემს ძმას რა უნდა? მოვიდა. ბოდის გიხდით დაგვიანებისთვის. არა უშავს. ისტორიის ფინალი უკვე მაქვს. იმავე დროს.
ეს შენი სახელოსნო არ არის. არც შემია, მამა. ეს მისი სახელოსნოა. ჩემი შვილიშვილი. ჩემი შვილი. მას შენი ხელები აქვს. ზუსტად ომერ უჩარევით უჭირავს ხელში იარაღები. ო, მაგრამ ცოტათი მერცაც გავს. ო, ჯიუტია. ზუსტად მასავით იქცევა. დედასაც გავს. ზოგჯერ ისეთი გამჭვირვალე მზერით გიყურებს. გონია გხედავს რა ჩვენში ხდება. ო, თითქოს პატარა ბავშვი აღარ არის. ის შენს გავს, მამა. გავს. მე? სიხარულის მანერა ზუსტად შენერი აქვს. ძიმე, ნაბიჯებით დადის, მოსამართლესავით. მართალი ხარ. დიდი კაცივით დადის ჩვენი პატარა ბიჭი. საოცრება. არა, მამა, ჯანი. ხომ ნამდვილი საოცრება. ხო. არ მინდა დავკარგო შვილი, რომელიც ესაა ვიპოვე. სამაგიეროდ, როცა პოულობ შვილს, როცა შვილი მიდის მამასთან, ეს სასწაულია. ხომ ეთანხმები, მამა? ასე არ არის, მამა. ხომ ასეა, მამა? Mucize gibi bir şey. Değil mi baba? ასეა, შვილო. მოდი. იმავდროულად. მუცელი შეისუნთქე და მხრებში გაიმართე იბრაგიმი. მანქანაში ჩაჯეგი. მიდი. მიდი, სწრაფად. ერთ-ერთი. როგორ ამოწმებენ ამას? გესმის ჩემი? Duydum, tamam. Harika bir şeymiş bu ya. Esmis გადასარევად მერე რა? Ne oldu? Gittiler mi Luna Park'a? პარკში არიან? Kaç kişi? რამდენი კაცია? 2 kişi. ორი? ვინ არიან? Adım. მათი ყველა ნაბიჯია კონტროლი. Siz tünelin არანაირ მოულოდნელობას არ კონდეს ადგილი. თანამშრომლებთან შესასვლელი კარი ღია დატოვეთ. ძალიან არა. ისე ჩანდეს თითქოს მე გავაღე. ო, სახიფათოა. გადავიფიქრო? არა. მე მიყვარს ხიფათი. გიждები დაცვით მივდივართ? ოჩახ. მე აქ ვარ. ახლა. ალი. ის შენს მოსაკლავად მოვიდა?
ჩვენს დასახოცად. ალი მარტო არასოდეს მოქმედებს. ეზელი? ომერი? მრისხანებამ დააბრმავა ისინი ეიშენ. მაგრამ ნუ დარდობ, მე შევძლებ შენს დაცვას. ნუ ნერვიულობ. მე უმწეო არ ვარ ქენან. დასნოიტყვებ. მე არ მჭირდება დაცვა. მამა ჩემის წყალობით მე ის დაწყალი გოგო არ ვარ. ამ ბოლო დროს რომ ვჩანდი. მე არ ვგლოვობ ჩემს დას. არ ვოცნებობ საყვარელი კაცის უკან დაბრუნებაზე, არ ვეძებ თავშესაფარს და არც სიბრალულის გამოწვევას ვცდილობ. მე არ ვარ არც დედა, არც და, არც ცოლი. მე არ ვყოყმანობ, არ ვდარდობ. არ მეშინია და არც ვინმეს დახმარება მჭირდება. მე არასოდეს ვყოფილ ვარ ასეთი. ეს მხოლოდ ნიღაბია. მე არ მჭირდება შენი დაცვა, კენან. მაგრამ თუ გინდა, შეგვიძლია ერთად განვაგრძოთ ეს თამაში. რაკენი? მან გვაჯობა. ვერ მივხვდი როგორ. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. ვერ მივხვდი როგორ გაიგო ეს. ახლაც ვერ ხვდები ძია. ეიშანთან ერთად მოვიდა. ყველაფერს მიხვდა და დაგვასწრო. არსად არ გამოვჩენილ ვარ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს გაეთვალა ჩემი ნაბიჯები. მერე აღმოჩნდა რომ მას მანქანა ელოდებოდა, მე კი ვერ მივხვდი. მინდოდა მისი მოკლა, მაგრამ ვერ შევძელი. კარგია. რა? კარგია. რა არის კარგი? შვილო, მე იმიტომ კი არ გაგზავნე იქ რომ ის მოგეკლა. აბარისთვის გამგზავნე. იმისთვის რომ მიმხდარიყავი, როგორ მტერთან გაქვს საქმე. კიდევ ბევრი რამ ისწავლა მოგიწევს შვილო. თუ გინდა გასწავლე. გინდა? გინდა გასწავლო. თუ გინდა მითხარი. რომელი საათია? არც ისე გვიანაა, დედა. კარგი, გვიანაა. უკვე 10 საათია. ის იგვიანებს. იგვიანებს. ო, შვილო. 5 წლით. აბა როგორია? ძალიან ოფიციალური ხომ არ არის? ზეადი თუ მიდიხარ, დაგვეცადე წყნარად ჭამა. უცნაურია. წინაღამ თქვენს დაგვატიჟეთ. გეყოფა, ეს უკვე მეტისმეტია. არ ღირს პარტნიორო. ეზელმა გიამბო დღეს რა გავაკეთე. ნუ, მერტი როგორ მოიქცა? შენ რას აკეთებდი? მთელი დღე არ ჩანდი. რაღაც საქმეები მქონდა.
წადი თუ მიდიხარ, წადი სახლში. მეშინია. Demek sen ო, değilsin. შენც ადამიანი ხარ. პირველი ნაბიჯი გადადგე და შიშიც გაქრება. Hele şükür. როგორც იქნა. შენ ვინ ყოფილ ხარ? საშინაო დავალება დაგიტოვეთ, იმუშავეთ სანამ მე არ ვიქნები. Soğanlıya bulaş. ხახვიერი ნაჭერი არ აიღო, ჩემია. კენანი. რამიზი, სელმა. სტამბოლი, 1971 წელი. მე-40 სერია, ჩვენი ბინძური სიამოვნება. გამატყდი ეიშან. ახლა სადგენდომებოდა ყოფნა. Ben gidiyorum. წავა. Otur oğlum. დაჯექიშვილ. Otur. დაჯექი მეთქიშვილ. მართლა ჩემი ძმა ხარ? Öyle. მართლა. O mezardaki აბა საფლავში ვინწევს? Kimsesiz უცნობი პატიმარი, yangında რომელიც ხანძრის დროს დაიღუპა. o zaman mı çıktın sen? როდის გამოხვედი? 5 yıl. 5 წლის წინ. აქ იყავი მოსული. Hiç. Mahalle. რა თქმა უნდა, ბევრჯერ. Dışarıdan შორიდან გიყურებდით. Ama girmedin. მაგრამ Zengin oldun. შიგნით არ შემოდიოდი. გამდიდრდი. შორი რომ ეძია. Almadın intikam. მაშინვე რატომ არ იძიე შორი? oracıkta. ამდენ ხანს რას ელოდი? bunları bir yer მოდი ამაზე მე ვილაპარაკოთ დაწვრილებით მერტ. Yok. არა, Uzun uzun konuş. მერე და დაწვრილებით არა. ახლა და მოკლედ მიპასუხე. იძიე შორი? Anladın mı öcünü? öyle ამ kısa კითხვაზე cevap მოკლე veriyorsun. პასუხი არ არსებობს. Ben sana ezel მე ისევ ეზელს დაგიძახებ. Anlaşıldı. შევთანხმდით. kolay değil kabul. ასეთი რამის გაგება ძალიან ძნელია. Senin yüzün შენ böyle. სულ სხვანაირი სახე გაქვს. Bazen bir şey gör. ზოგჯერ რაღაცას ხედავ ხოლმე და თითქმის მჯერა, მაგრამ Ama sonra მერე Anladım. მივხვდი მერტ.
არა უშავს შემოძამიკო, მოვიცდი. იმდენი რამ მოხდა. აღარ ვიცი რა უნდა დავიჯერო. მერტ, Bir sus da sarılayım ხო, kardeşim. ha? მომეცინება რომ გულში ჩაგიკრა. Olur. ბოლოს და ბოლოს. Kardeşim. შემოძამიკო. Kardeşim. ჩემი ძმა გაიზარდა. გაიზარდა. Çocuklar, შვილებო, hadi. სახლში Dönün შემოდით. artık evinize. Geldik baba. მოვდივართ მამა. Geldik baba. მოვდივართ მამა, მოვდივართ. Abim içeri girdi. დედა, ჩემი ძმა მოვიდა. Şimdi sana doğru gidiyor. შენთან მოდის. ომერ, შვილო. Anacığım. დედიკო, ომერ, დედიკო საყვარელო. შემიძლია შვილს თავისი სახელი დავუძახო. ომერ. არც არაფერი არ მოხდა. ომერ. İtiraf et. გამოტყდი რა გინდა? რა გენატრება? İçin neye gidiyor? ცოტა კიდევ ჭამე შვილო. დედა არ მშია. აღარ მშია. Ömer, ომერი სახელოსნოში მიდის. ბიჭი დაასვენეთ. kendi თვითონ მოინდომა, მე არაფერი მithქვამს. Geleceğim baba. წავალ მამა, წავალ. Senle dükkan. დედა, მე და შენ კიდევ ბაზარში წავალთ Senle ერთად. çarşıya çıkacağız. პარასკევობით ისევ არის ხოლმე ბაზარი. არის, მაგრამ სუპერმარკეტი გახსნეს. ყველაფერს იქ ვყიდულობთ. Değil mi anne? შენს დედა. Mert, მე და მერტი კი ფეხბურთზე ვივლით ერთად. Sen iyisiniz ha? მერტ ისევ ბეშიქტაშის გულშემატკივარი ხარ? Öyle. ო, Sen შენ? yüzünle beraber. თუ გუნდი შეიცვალე სახესთან ერთად. Ya. არა. Takım değişti. საყვარელ გუნდს არ ვეცვლი. Ama kardeşlik adı. კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრა. Ya bir de სერიოზულად ვამბობ. aylardır. დიდი ხანია რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ერიდება. თქვი შვილო. Dışarıda გარეთ ნატურა გადაიწვა. შევცვლი. bir sürü ბევრ ამას გავაკეთებ აქ. çok iş. სამუშაო ბევრი. ახლა დრო გაქვს შვილო. Var mı gerçekten? დრო გაქვს? Yok yani. სერიოზულად გეკითხები? Bilmediğim იქნება არის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. Bir daha ჯობს წინას არ ვიცოდეთ. მერტ, Dert değil anne. არა უშავს დედა. ყველაფერი კარგადაა. Ben inanmıyorum. ამ ამბავს მე თვითონაც ვერ Buraya ვიჯერებ. geldikten sonra ilk siz თქვენ პირველები ხართ, ვინც პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვნახე. სასაფლაოზე გნახეთ. bu evin önünde მე დიდხანს გელოდებოდით სახლთან. hatta bir sefer საღამოს დამეჯახე კიდეც. hani şu mektupları წერილების გადასაყრელად რომ გამოხვედი გარეთ. beni kovmuştu. გამაგდე იქიდან. Yok be kardeşim. ნუ დარდობ, შენ ხომ არ იცოდი ვინ ვიყავი? შენ როგორ უნდა დაიჯერო, როცა მე თვითონ მიჭირს ამის დაჯერება? აქ ვარ, Ailemleyim. ოჯახში. İnanamıyorum. არ მჯერა. Ne yapacağız o zaman? რა უნდა ვქნათ? Bekleyeceğiz. დაველოდოთ. Ömer abi ერთხელაც işe მეტყვი, verdi. ომერ სამსახურში წამიყვანეო. Sonra მამა იჩხუბებს, babamın მასთან uğradığı რომ არ yaşlı შევიარე. beni. Ne bileyim. დედამ თხოვს, Annem გაზეთი bir şeyler წამიკითხეო. tutacak bana. Bekleyeceğiz. მოვიცადოთ. Ne kadar bekleyeceğiz? რამდენ ხანს უნდა მოვიცადოთ? Ne kadar? რამდენ ხანსაც საჭირო იქნება? Çünkü არსად არ ვაპირებ წასვლას. Bir yere gitme. ჩემი ოჯახი აქ არის. Bütün ailem აქ var. არის. Emin misin? დარწმუნებული ხარ?
მთელი ოჯახი ჩვენ ვართ. სანამ ველოდებით ნატურას გამოვსვლი. ომერ, სახლში შემოდი. ახლავე დედა, ახლავე. დაიჭერ დედა. ასე იმის გამო ხარ, რაც მერტმა გითხრა. არა, მე სახლში დავბრუნდი. ჩემს ოჯახურ წრეში ვარ. ამის გარდა კიდევ რაზე უნდა ვიოცნება? პირად ოჯახზე. აქაა ჩემი ოჯახი. არა, ომერ. ყველაფერს მიხვდი არა დედა? როგორ შეიძლება დედა ვერ ხვდებოდეს? მით უმეტეს დედა, რომელიც ამდენი წელი ელოდებოდა შვილს. არ ვიცი დედა. ახლა მაღაზიაზე ფიქრიც კი არ შემიძლია. ძლივს დავბრუნდი. მაგრამ როცა ყველანი ერთად დაგინახეთ, მომინდა მთელი ოჯახი ერთად შეკრებილიყო. მეც ველოდები ჩემ შვილიშვილს, ომერ. მართლა? მაგრამ შენ ხომ მხოლოდ შენ შვილზე ლაპარაკობ. გამოვიდა. პირველად გავაკეთე აქ რაღაც, როგორც ომერმა. ყველა რატომ მალავს თავის სურვილებს? რა უსამართლობაა ეს? უადგილო და სახიფათო. ის მეტად კარგი, მაგრამ შენ ყველანაირი არ ხარ ეიშენ. შენ ყოველთვის იცი რა გინდა. გამოტყდი, ვისთან ერთად გინდა ყოფნა. İtiraf et kendine. გამოტყდი. Kiminle olmak istiyorsun? ვისთან ერთად გინდა. ეიშან. ისინი თავიანთ სამყაროში წავიდნენ. ტელეფონის ნომრების შეცვალეს. დაცვა გააძლიერეს. ჩამუქებულ მინებიანი მანქანებით დადიან. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველაფერი დახურულ კარს მიღმა ხდება. მათი სასტუმროები, იახტები, თვითმფრინავები. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის გვაჩვენებს კედელი, მაღალი კედელი. ეიშან. ჯან. ვაფასებ შენ შეუპოვრობას. ეიშან. ვიბროზე მივფრინავთ. სასტუმროში უნდა გამოვჩნდეთ ხოლმე. ეიშანს შესანიშნავი იდეები აქვს. არაჩვეულებრივი ქალია, არა ეზო? ჯან. აქეთ მხარეს არის მის შენი ხმა ეზო. სიმართლეს თვალი გაუსწორე. სანამ აქეთ არ გაძმოხვალ, ეიშანი ვერ გაიგონებს შენს ხმას. ეს გამარჯვებულის მხარეა. გამოიცანი მეორებისთვისა. ეიშან. ეზო. კენანი, ეიშანი.
შეხედეთ. ისინი ცხვირწენ ყავს, მაგრამ მიუწვდომლები გახდნენ. ისევე იშანი? შენ ვერ მიხვდი ალი. ჩვენ ვფიქრობთ როგორ მივიდეთ იმ ტიპამდე. ჩემი ცოლია იშანი იქ არის. მე არ ვიცი ვინ არის ის იმ კაცისთვის. ბოს, ჩემი მანქანა მზად არის? რა ხდება ჩემს მუსტანგთან დაკავშირებით? შენ ხარ აქ ბოსი. მედი მიხედე. სათადარიგო ნაწილებს ერთ კვირაში მივიღებთ. მას ჩვენგან გამოხედვაც არ მოუნდება. მე შენზე კარგად ვიცნობ ეიშანს. მართლა? ეიშანს ძლიერი ტიპები უყვარს. მისგან დახმარებას ნუელი. მან უკვე იპოვა თავშესაფარი, ყველაფერი გადაწყვეტილია. არ გეთანხმები. შენ თვითონ თქვი ძალიან ზევით უმიზნებენო. ჩვენც ავდგეთ და ქვევიდან დავარტყათ. ეზელ ხელოსანი უნდა ვიშოვოთ. სად არის ცარცი? პატარა გამოძიება ჩავატარე. რა უნდა მოგესწრო? ალი მთელი დღე მანქანის ქვეშ იწექი. როგორც მოგეხსენება, მე ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ, რომლის? რომელიღაც ადგილობრივის. რა ქვია იმ ორგანიზაციას? ახალგაზრდული კლუბი. მათ საქმეებში ჩარევა არ ღირს ალი. არა, ბიჭებს დავალებებს მივცემთ ხოლმე. კაი, აქ დადის ხოლმე შეხვედრებზე. თვეში ერთხელ. გასაგებია? ვის ხვდება იქ? ეს რაღაც ზვირადღირებული კლუბია. კლიენტია. ხალხთან ურთიერთობა ყველაზე კარგად შენ გეხერხება, მიდი. რა ჩაიფიქრე? დაფაზე დასაწერი არაფერი გვაქვს ალი. ნეტავ ვიცოდე საიდან უნდა დავიწყო. რა გავაკეთო? რა უნდა იყოს მისი პირველი ნაბიჯი? ის ცხოვრობს ადამიანებს შორის, მაგრამ არავინ იცნობს მას. არა. ერთი ვიღაც მას ძალიან კარგად იცნობს. რამის კარაისკი. ეზელ. შენთან არიან. მანქანა დაკოქე, ახლა ვემოვალ. ბაბამ დედი. მამა მითხრა, მაგრამ მინდოდა დავრწმუნებულიყავი. შემოდი. არა. ამას ვერ გავუძლებ. შენ როგორ უძლებ? როგორ ცხოვრობ მათ გვერდით? მომიყევი. მართალი ხარ, მეც სწორედ ამას გეუბნები. ახლა ესენი შენი მეგობრები არიან? ეს როგორ? მერც, ისინი ჩემი მეგობრები არ არიან. მე რაღაც საქმე მაქვს. და ისინი მეხმარებიან. რატომ ისინი? მე რისთვის ვარ? საქმე ისაა, რომ თქვი ძმო? ისინი ფეხებზე მგიდია. მათ რომ რაღაც მოუვიდეთ, არ ვიდარდებ. აი რატომ მეხმარებიან ისინი და არა შენ. გესმის? მე მგონი გონი შენი არ მჯერა. მოდი.
მოდი დაჯექი. მიწი. განგამები. მე არ მოვდივარ. შენ სხვა ადგილზე ხარ საჭირო. შენი ამოცანა კაია. როგორ ვსდიო უკან ფეხით? საჩუქარი დაგიტოვე, წასვლისას გარაჟის დაკეტვა არ დაგავიწყდეს. არ გინდა ჯენგიზმა რომ იცოდეს ამ ადგილის შესახებ? თუ კი არენდობი დღემდე ჩვენთან ერთად რატომ არის? იცი რა, ასე მგონია, სწორედ ის საჯობებს კენან ბირკანს და არა ჩვენ. საიდან მოიტანე? ასეთი წინათ გრძნობა მაქვს. რაღაც უნდა ვკითხო. ალი მკითხოს. ანუ? თქვა ალი შემოვიდესო. მიდი მე აქ დაგლოდები. აქ ვიქნები. ზია, ადექი? ვეღარავინ ჩამაწვენს ლოგინში. აბა ნარდი ვითამაშოთ? ეზელი მელოდება. ნოგელოდება. წავიდეს. წავიდეს მეთქი. ზიასთან იყავი ცოტა ხანს. მივხვდი მენიშნებას. ვიცოდი, მაგრამ მაინც მოვედი. რისთვის დავრჩე? იცი ციხეში თავს რით ვირთობდით? ქუჩებს ამოვიცნობდით ხოლმე გაზეთის ფოტოებით. ვარკვევდით რა შეიცვალა. ციხეში ყველაზე ცუდი ისაა, რომ გარეთ ცხოვრება უშენოდ გრძელდება. ზიას მოუყევი, რა ხდება გარეთ. კამპანია გაუწია. ხედავ როგორ გიყვარს. მიდი. მიდი. მეც მინდა ცოტა გავერთო. შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე. ზია, ბაღში გავისეირნოთ. შეიძლება. დავილაპარაკოთ, სანამ წუნიანი გაგრილდება. ალი. საღამოს მირჩევნია გასეირნება. მამა, წვნიანი უნდა ჭამო. მე და ალი ცოტა ხანს გავალთ. შენ კი ბოლომდე შეჭამე. მერე გავისეირნებთ. კარგი? გესმის? არა. მაგრამ ისე მოიქეცით. ვითომ კი. გთხოვ, მამა.
აზადმა მითხრა, რომ გენანით დაინტერესდი. რამის ყველაზე კარგად იცნობს მას. არა უშავს, სისულელეა. ის იცნობს გენანს. მაგრამ მხოლოდ ის არ იცნობს. მაინც რისი გაგება გინდა? ყველაფრის. მაინტერესებს რას წარმოადგენს. გენანი. მე ბრძოლი და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის შტაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ რაც უფრო ახლოს გაიცნობ, მით უფრო როგორ გითხრა? გენანს ყოველთვის ბინძური განზრახვები ჰქონდა. და ნებისმიერ მომენტში შეეძლო შენის ჩათრევა ამ საქმეში. სტამბული 1971 წელი. მას შემდეგ რაც სოლი შეირთო, ორი სარგე სჭირდება. ქორწილამდე ერთი ყოფნი და ახლა ერთში ვეღარ ეტევა. მართალი ხარ ახმედ? შენი რძალი კარგად ზრუნავს ჩემზე. კი? ძალიან კარგად. სად იყურები? მარცად? სანამ ფული გვაქვს, ბავშვებზე არ ფიქრობ. ამას სხვები აკეთებენ. ჩქარა ძმაო. ნერმის რაღაც ჭირს. უცნაურია ძოლი რომ ვერ შეირთი აქამდე. 39 და 5 ხაზი. კინაღამ კრონჩხები დაემართა. რა ვქნათ? წამოც მივცემ. 3-4 დღე დაისვენებს. 3-4 დღე? ეს მინიმუმია. სერიოზულად არის გაციებული. რა ხდება? ხვალისთვის პროკურორები დავპატიჟე. სათანადოდ უნდა დავხდეს, რომ მე არც მათ გვითხრან უარი დახმარებაზე. რა იყო, რა გაგიგვირდა რამის? ხვალ ვინ გამოვა სცენაზე? რა? Yarın onlar geldiğinde kimi çıkaracağım sahneye? Selma. Selma'yı çıkaralım. Selma გამოvides ბატონო საიდ. Çıkarın yani. მიეცით სცენაზე გამოსვლის ნება. საიდ. ამ სულელების რჩევას დაუჯერებდა იმ გოგოს გამოიყვან. იმას გამოიყვან ჩემ მაგივრად სცენაზე. აბა შემადარე. ამ მდგომარეობაშიც კი უკეთ ვიმღერებ, ვიდრე ის ასანთის გამყიდველი გოგო. მართალი ხარ. სელმა გამოუცდელია. კი, მაგრამ მისი ხმით ყველა აღფრთოვანებულია. ამას წინათ გაზეთებში იმედის მომცემი უწოდეს. ხო, მაგრამ ჯერ გამოცდილება მაინც არ აქვს. ბატონო საიდ, ცუდად არ გამიგოთ. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ქალბატონი ნარმინით. სელმა ჯერ მთლად ბავშვია. ძალიან ახალგაზრდაა. ქალბატონ ნერმინზე 10 წლით უმცროსია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის სცენაზე 10-ჯერ უფრო მეტად ენერგიულია. პროკურორები მთელი დღე სასამართლო საქმეებში იქნებიან, მათ მოეწონებათ ასეთი გამოსვლა, რადგან დაპატიჟეთ განსაკუთრებული დახვედრაც უნდა მოუწყოთ. ახალი კონცერტი, ახალგაზრდა მომღერალი. მართალს ამბობს. შენ ხარ ამაზე პასუხისმგებელი. ვნახოთ მივცეთ სელმას შანსი. მე თვითონ ვეტყვი ახალ ამბავს. ასანთის გამყიდველს. სტამბული 2010 წელი. თვითფრინავით რატომ არ მივფრინავთ როგორც ნორმალური ადამიანები? მოსაწყენია. შენთვის ყველაფერი თამაშია. საზღვრები არ გაგაჩნია, არა? რატომ? რა თქმა უნდა გამაჩნია. მაინც ად? არ ვიცი, ჯერ არ შემიმჩნევია. არინანებ?
ეგრეთ წოდებული სინდისის კენჯნა თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი. ეიშან. ჩვენ რაღაც ვიცით, რაღაც გვინდა, მაგრამ იმას თუ არ ავიღებთ, რაც გვინდა, შეიძლება დაგვინახონ. ჩვენ უარს ვამბობთ ამაზე. გაკიცხვისში. იცი რა ვიღიდე მთელი ჩემი ფულით? თავისუფლება. უფლება ნებისმიერი თამაშისა, როცა მომინდება. აი თურმე რას ნიშნავს იყო ადამიანი? ეგ გაჩინებს, გაღელვებს, გაწუხებს. ასეა? კენან. მე არც ისე მდიდარი ვარ. მაგრამ სწორედ ასეთი თავისუფლება მივიღე. 15 წლის წინ ერთი იაფასიანი სასტუმროს ნომერში. ნუ შეეცდები ჩემს დარწმუნებას, ნუ შეეცდები ჩემს ჩათრევას. მე ისედაც შენთან ვარ. ნუ მეუბნები იმას, რომ ყველაფერი შეგიძლია, თუ შეგიძლია მაჩვენე. კაპიტანო, გეგმას ვწვრით. მეოთხედი კურსი აიღე თუ შეიძლება. მაინც რა კურსია ეს? თუ შეიძლება ეს ჯენგის გავუგზავნოთ, როცა ჩავფრინდებით. ისევ ღობისაკეთ ვართ. ამ კლუბის მუდმივი კლიენტი ვიყავი. მეც. ერთხელ მე და ეიშანმა წყვილების ჩემპიონატში მოვიგეთ კიდეც. როდის იყო ეს? 2008 წელს. მეორე ადგილი აიღეთ. ეიშანმა ფეხი იხრძო. ისე ლაბარაკობ, თითქოს ვიღაც მანიაკი იყო. როგორ შეიძლება ამდენი წელი უთვალთვალებდი ადამიანს? დანარჩენებს იცნობ? ჩვენი სიამაყე ფორბსის სიიდან, მდიდარი და ცნობილი ადამიანები. ეზელ რას დავძრწით აქ მაწანწალებივით, რას ვეძებთ? გზას ვეძებთ, იქით ამ მხარეს. საქმეს ნუ ართულებ. იქ ყველა მიცნობს. ახლა გაკოტრებული ვარ. მაგრამ საკმარისია თვალი ჩაუკრა და ყველა მე დამთანხდება, მე ხომ ჯენგიზატაი ვარ. ჯენგიზატაისა აქვს გეგმა? რა თქმა უნდა. რაია როგორც გიწევა, ამათ მივხედავ. შევეცდები კენანის სისუსტეები და ჩვევები გავიგო. ნუ შამბობ ბინძური ჩანაფიქრებიო. რა უშავს ყველაფერს გავარკვევ. წარმატებას გისურვებ. მადლობა. შენივრად ითამაშეთ. ჯენგიზატაი ვარ, ამსტერდამში შევხვდით ერთმანეთს გამოფენაზე. ო, მართალი ხარ. შარშან ზაფხულში, თეთრ დელფინში ხომ არიყავით? ზუსტად მომავალ კვირას მივდივარ იქ. ქალბატონ ეიშანს შევხვდი კლუბში და შევთანხმდით. ჩემთვის არ უთქვამს, ალბათ დაავიწყდა. კენანმა თავისი გეგმები გაგვაცნო, ორივე სავსეა ენთუზიაზმით. მართლა? ხო, მართლა ბატონო ჯენგიზ, მეოთხე კაცი გვაკლია. რასაკვირველია. წინააღმდეგი არ ვარ, გუნდი გამოვიცვალო. სად არის ჩემი ჩოგანი? ჩოგნები არ გვაქვს, ბატონო. როგორ არც ერთი? ეს თქვენთან გამომატანეს. თქვენი წინა ვიზიტების ანგარიშია. კარგი. კლუბის საწერო. გასაგებია. კორტზე ვიქნებით. იქ შევხვდებით. რა თქმა უნდა. ამას მივხედავ და მოვალ. ბატონო ჯენგიზ. ნაბიჯრები. ყველაფერზე მიდიან ფულის გამო, ნაბიჯრები. ჯენგიზ. შენ ერთ-ერთი მათგანი აღარ ხარ. აბა ვინ ვარ? არც აქ ვარ, არც იქ. ვისთან ვარ, გამაგებინე. მათთან.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობათ ბატონო კენან. გამარჯობათ. ჩვენ პირველები ვართ. დიახ ბატონო. Nereye kaçırdın beni? მომიტაცე? არა, უბრალოდ დასვენების დღეებს გავატარებთ აქ. გისმენთ ბატონო კენან. კაია, ჩვენი ავადმყოფი მეგობარი უკვე გამოვიდა? არა. გავათავისუფლო? დიახ, თუ შეიძლება. თავისუფალი ადგილები არ გვაქვს. და აქ მომიყვანე, მინდა ვიღაც გავაცნო. რა საკვირველია? ვინ უნდა გამაცნო? ერთი საინტერესო ადამიანი, მოგეწონება. ლამაზი აქაურობა რა? დილამშვიდობისა ექიმო, ინებეთ. ძიმე სამუშაო გაქვთ? არა, მეგობრებო. ციხის ლაზარეთი პირდაპირ საავადმყოფოში გაუგებარია, ვინ არის ნორმალური ადამიანი და ვინ დამნაშავე. ისინი ჩვენ შორის არიან, წარმომიდგენია რა მძიმეა ეს თქვენთვის. გამომართვი. კარგი. შევალ დავხედავ. გამოტყდით. თქვენს სურვილებს კედელი გაშორებთ. გამოტყდით. რაც არ უნდა მცირე იყოს ბარიერი თქვენსა და თქვენს გულს შორის, მაინც არ დაინგრევა, რამდენიც არ უნდა აწვალოთ. გამოტყდით. ყველა ეჭვი, შიში, ნიღაბი, აკრძალვა, ყველა წინააღმდეგობა გზაზე. ხოლო თქვენი სიამოვნებისა და მათი დაძლევისთვის არსებობს. გამოტყდით. რომ ყველაფერი რასაც აკეთებთ, რასაც აკეთებთ იმისთვის, რომ ძლიერი იყოთ. ვერ იხსნის წარსულისგან მათ, ვინც გახსოვთ.